ღირსი სილუან ათონელი ეკლესიის მწყემსების შესახებ. სახარება ამბობს, რომ მოციქულები უფლის აღდგომის შემდეგ მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. უფალმა იცოდა, რა სიხარული მიმადლა მათ და მოციქულთა სულებიც გრძნობდნენ ამ სიხარულს. მათი პირველი სიხარული ის იყო, რომ შეიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. მეორე, რომ მათ შეიყვარეს იგი. მესამე, რომ მათ შეიცნეს საუკუნო ზეციური ცხოვრება. მეოთხე სიხარული ის იყო, რომ მათ ისევე სურდათ ცხონება კაცთათვის, როგორც საკუთარი თავისთვის. მოციქულებს ისიც უხაროდათ, რომ შეიცნეს სული წმიდა და იხილეს, როგორ მოქმედებდა იგი მათში. მოციქულები მიწაზე დადიოდნენ. ისინი ადამიანებს ეუბნებოდნენ სიტყვას ღმერთზე, ზეცათა სასუფეველზე, მაგრამ მათ სულებს ენატრებოდათ უფალი და მასთან შეხვედრას წყუროდათ. ამიტომაც არ ეშინოდათ სიკვდილის, არამედ სიხარულით ეგებებოდნენ მას. ხოლო თუ მაინც სურდათ ეცოცხლათ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელიც შეიყვარეს. მოციქულებს უყვარდათ უფალი, ამიტომაც არავითარი განსაცდელის არ ეშინოდათ. მოციქულებს უყვარდათ უფალი, უყვარდათ ხალხიც და ამ სიყვარულმა ყოველგვარი შიში განდევნა მათში. მოციქულებს არ ეშინოდათ არც ტანჯვის, არც სიკვდილის, ამიტომაც მიავლინა ისინი უფალმა სოფლად კაცთა განსანათლებლად. დღემდე არსებობენ მონაზვნები ღმერთი რომ უყვართ და დღედაღამ მისკენ მიისწრაფიან. ისინი შეეწევიან სოფელს თავიანთი ლოცვებითა და სწავლებებით, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ზრუნვა ეკლესიის მწყემსებს ევალებათ, რომლებიც ისეთ დიდ მადლს ატარებენ ადამიანებს, რომ ამ მადლის დიდების ხილვა შეეძლოთ, მთელ ქვეყანას გაკვირვება მოიცავდა. მაგრამ უფალმა დაფარა იგი, რათა მისი მსახურნი ამ პარტავნებაში კი არ ჩავარდნენ, არამედ სიმდაბლით ცხონდნენ. უფალი მოუწოდებს ეპისკოპოსებს, რომ დამწყსონ მრევლი და უსასყიდლოდ ანიჭებს მათ სულიწმიდის მადლს. სულიწმიდამ დაადგინა ეპისკოპოსები ეკლესიაში და მათ სულიწმიდის მიერ აქვთ მინიჭებული ცოდვების განხსნის ხელმწიფება. ჩვენ ვართ უფლის ცხოვარნი, რომლებიც მან ბოლომდე შეიყვარა და მოგცა წმინდა მწყემსები. ეკლესიის მწყემსები მოციქულთა მემკვიდრეები არიან, რომლებსაც მათთვის ბოძებული მადლით ქრისტესთან მივყავართ. ისინი გვასწავლიან სინანულს, ჩაგვეგონებენ ქრისტეს მცნებების დაცვას, ღვთის სიტყვას გვეუბნებიან, რათა მისი მეშვეობით შევიცნოთ უფალი. ისინი გვიჩვენებენ ცხონების გზას და გვეხმარებიან ქრისტეს მდაბალი სულის სიმაღლის მიღწევაში. ისინი ეკლესიის გალავანს შიგნით კრებენ ქრისტეს მწუხარე და დაბნეულ ცხვრებს, რათა მათმა სულებმა მოიპოვონ მშვიდობა ღმერთში. ისინი ლოცულობენ ჩვენთვის ღვთის წინაშე, რათა ყველანი ვცხონდეთ. მათ როგორც ქრისტეს მეგობრებს შეუძლიათ ვედრებით მოწყალეყონ უფალი, ცოცხალთათვის სიმდაბლე და სულიწმიდის მადლი გამოთხოვონ, მიცვალებულთათვის ცოდვათა მიტევება, ეკლესიისთვის კი მშვიდობა და თავისუფლება. ისინი თავის თავში სულიწმიდას ატარებენ და სულიწმიდის მიერ მოგვიტევებენ ცოდვებს. მათ შეიცნეს უფალი სულიწმიდის მიერ და ანგელოზთა მსგავსად გონებით ჭვრეტენ ღმერთს. მათ ხელეწიფებად ჩვენი გონებაც მოწყვიტონ მიწას და უფალს შემსჭვალონ. ისინი წუხან, როცა ხედავენ, რომ ღმერთს შეურაცხყოფთ და არ ვაძლევთ სულიწმიდას ჩვენში დამკვიდრების საშუალებას. მათ აწევთ ტვირთად მთელი სოფლის მწუხარებები,
მათი სულები ღვთის სიყვარულით არიან მოცულნი და დაუცხრომლად ლოცულობენ, რათა გამოითხოვონ ჩვენთვის ნუგეშისცემა მწუხარებებში და მშვიდობა მთელი სოფლისთვის. თავიანთი მხურვალე ლოცვებით ისინი ჩვენც ჩაგვაგონებენ, რომ სიმდაბლით და სიყვარულით ვემსახუროთ ღმერთს. როცა ეპისკოპოსები სიმდაბლით არიან შემოსილნი და უყვართ ადამიანები, უფალი მათაც სიყვარულით მიაგებს. დიდ შრომასა და ღვაწლში არიან იერარქები და ამისათვის შეეძინებათ წმინდანთა გონება, რომლებსაც ბაძავენ თავიანთი ცხოვრებით. უფალმა ისე შეგვიყვარა, რომ ჯვარზე ევნო ჩვენთვის, მაგრამ ამ ტანჯვას ჩვენ ვერც ჩავწვდებით, რადგან ნაკლულია უფლისადმი ჩვენი სიყვარული. ასევე იტანჯებიან ჩვენს გამო ჩვენი სულიერი მწყემსები, თუმცა ხშირად ვერ ვხედავთ მათ ტანჯვას. რაც უფრო დიდია მწყემსის სიყვარული, მით უფრო მეტად იტანჯება იგი და ჩვენ მის ცხვრებს უნდა გვესმოდეს ეს, გვიყვარდეს და პატივსცემდეთ ჩვენს მოძღვრებს. ძმებო, ჩვენი მწყემსების მორჩილებაში ვიყოთ, მაშინ საზოგადო მშვიდობა დამყარდება და უფალი სული წმიდითურთ ყველა ჩვენგანთან იქნება. დიდია მღვდელი მსახური ქრისტეს საყდრისა, ვინც მღვდელს შეურაცხყოფს, ის მასში დამკვიდრებულ სულიწმიდას შეურაცხყოფს. ეპისკოპოსზე რაღა ვთქვა, მათ სულიწმიდის დიდი მადლი აქვთ ბოძებული, ყველაზე მაღლა არიან დადგინებულნი, არწივებივით ცაში ფრენენ და იქიდან ჭვრეტენ უსასრულო სივრცეს. ღვთისმეტყველი გონებით კი ქრისტეს სამწყსოზე ზრუნავენ. ითქვა, რომ სულიწმიდამ დაადგინა ეკლესიაში ეპისკოპოსები, მოღვაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღვთისასა. ადამიანებს ეს რომ ესმოდეთ, დიდი სიყვარულით ეყვარებოდათ ეკლესიის მწყემსები და მათი ხილვა სიხარულით აავსებდათ. ვისაც სულიწმიდის მადლი აქვს ბოძებული, მან იცის, რასაც ვამბობ. ერთი მდაბალი გლეხი ცოლთან და სამშვილთან ერთად გზაზე მიდიოდა. ამ დროს მთავარ ეპისკოპოსი შემოხვდათ, რომელიც კარეტაში იჯდა. და როცა გლეხმა მოწიწებით ქედი მოუხარა, დაინახა, რომ მაკურთხეველი ეპისკოპოსი მადლის მიერ ცეცხლში იყო გახვეული. ალბათ ვინმე იკითხავს, თუ სულიწმინდამ დაადგინა ეპისკოპოსები და მართავს მათ, მაშინ რატომ არ არის ჩვენში მშვიდობა, რატომ არ წარმემატებით? იმიტომ, რომ არასწორად მსჯელობთ ღვთივ დადგინებულ ხელისუფლებაზე და ამის გამო ურჩობაში ვართ. ღვთის ნებას რომ ვიყოთ მინდობილნი, მალე წარმემატებოდით, რადგან უფალს უყვარს მდაბალი, მორჩილი სული და თვითონ უძღვის მას, ურჩის სულის მოქცევას კი მოწყალედ და მოთმინებით მოელის. უფალი სიბრძნით განსწავლის სულს თავისი მადლით, როგორც კეთილი დამრიგებელი და მშობელი მამა. მაგრამ მშობელი მამაც ცდება ხოლმე, უფალი კი მუდამ მართალია. მასწავლებლის ცოდნა უსაზღრო არ არის, უფალი კი ყოვლის მცოდნეა. ყველა უბედურების სათავე ისაა, რომ არაფერს ვეკითხებით ჩვენს ხელმძღვანელებად დადგინებულ უფროსებს. მოძღვრები კი არ ეკითხებიან უფალს, როგორ მოიქცნენ. ადამს რომ ეკითხა რჩევა უფლისთვის, როცა ევამ ნაყოფი გაუწოდა, უფალი გაანათლებდა მას და ადამი არ შესწოდავდა. საკუთარ თავზე ვიტყვი, ყველა ჩემი ცოდვა და შეცდომა იმის ბრალია, რომ განსაცდელისა და მწუხარების დროს უფალს არ მოვუხმობდი. ახლა კი ვისწავლე, რომ ღვთის სახიერებას უნდა მოვუხმო და უფალი მიფარავს ჩემი მოძღვრის ლოცვით. ასევე ეპისკოპოსებმა, თუმცა კი სულიწმიდის მადლს ფლობენ, ყოველთვის როდი იციან რა უნდა ქნან. ამიტომ საჭიროების დროს უფალს უნდა სთხოვონ, რომ გაანათლოს. ისინი კი ხშირად საკუთარი გონების კარნახით იქცევიან, რითაც ღვთის მოწყალებას შეურაცხყოფენ
და შფოთს თესავენ. ღირსი სერაფიმი ამბობს, რომ როცა საკუთარი გონებით იძლეოდა რჩევებს, შეცდომებსაც უშვებდა ხოლმე. შეცდომა კი პატარაც შეიძლება იყოს და დიდიც. ამგვარად ყველამ უნდა ისწავლოს ღვთისნების ცნობა, ხოლო თუ არ ვისწავლით, ამ გზას ვერასოდეს შევიცნობთ. თქვა უფალმა, და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ. უფალი სულიწმიდის მიერ განანათლებს კაცს, სულიწმიდის გარეშე კი ვერც ერთი ადამიანი ვერ იმსჯელებს შეუმცდარად. სულიწმიდის გარდამოსვლამდე მოციქულები არ იყვნენ ძლიერნი და ბრძენი, ამიტომაც ეუბნებოდა მათ უფალი, ვიდრე მდის თავს ვიდებდე თქვენსა. უფალმა მისცა ეკლესიას წმინდა მწყემსები, რომლებიც მსახურების დროს ქრისტეს სახეები არიან და მათ სულიწმიდის მიერ მიეცათ ცოდვების შენდობის ხელმწიფება. ალბათ ფიქრობ, როგორ შეიძლება ჰქონდეს რომელიმე მღვდელს ან ეპისკოპოს სულიწმიდა, როცა მას ჭამას მაუყვარს და ბევრი სხვა უძლურებაც აქვსო. მე კი გეტყვი, რომ ეს შესაძლებელია, თუ კი ის ბოროტ გულისიტყვებს არღებულობს. ასე რომ მღვდელს თუმცა კი აქვს რაღაც ნაკლოვანებები, მაგრამ ეს არ უშლის მადლის მყოფობას მის სულში. ისევე როგორც მწვანე ხეს შეიძლება გამხმარი ტოტებიც ჰქონდეს, მაგრამ ეს ტოტები მას არაფერს უშავებენ და მაინც გამოაქვს ნაყოფი. ანდა ვთქვათ, ყანაში ბევრი ხორბალია და თუმცა იქ სარეველაც ურევია, მაგრამ ჯეჯილის ამოსვლას ხელს არ უშლის.